შემოგვიერთდნენ ანსამბლ ჯავარის წარმომადგენლები რუსთავიდან და მათი შესრულებით მოვისმენთ სიმღერას. ვიდრე ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი წარსდგება ჩვენს წინაშე, მინდა ვთხოვ ლოდვარ ბესო მახათაძეს, გაგვაცნოს ანსამბლი დილამშვიდობის ბატონო ბესო, გმადლობთ მობრძანებისთვის, თქვენ ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმრებს, რომლების შესრულებასაც ცოტა ხანში მოვისმენთ. გაგვაცანით თქვენი ანსამბლი, რამდენი ხანი არაც ჩამოყალიბდა, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, როგორი არის რეპერტუარი და რამდენად შემართებით არიან თქვენი წევრები, ასე ვთქვათ. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები სრულიად საქართველოს. ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ვართ გადაცემაში. ჩვენ ვართ ანსამბლი ჯავარი, ქალაქ რუსთავიდან. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ბექა კაპანაძე, ლოტბარები ბესიკ მახათაძე და გიორგი არახამია. ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც დაახლოებით 16 წელია არსებობს. და სიმღერის და ფანდურის წრეები უკვე მეორე წელია რაც გავხსენით და ვსწავლობთ ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს, ასევე საფანდურო ნომრებს და გვინდა რომ კიდევ უფრო განვითარდეთ, კიდევ უფრო მოვიზიდოთ ნიჭიერი ბავშვები და ბევრი კარგი გეგმა გვაქვს ჩაფიქრებული, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევასრულებთ. შერეული ანსამბლია, როგორც ჩვენი მაყურებელი ხედავს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ შემოგიერთნენ, თუ არის განსაზღვრული ასაკი, ვთქვათ რა ასაკიდან უნდა შემოგიერთნენ და როგორ ხდება მიღება მათი. ჯერჯერობით, რადგან მეორე წელი არის, ასაკი შეზღუდული გვაქვს და 8 წლიდან ვიღებთ მოსწავლეებს. თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ზღვარი დავწიოთ და 6 წლიდან მივიღოთ უკვე ბავშვები, რა თქმა უნდა, ბიჭებიც და გოგონებიც. მიღება ხდება, მოსმენას ვატარებთ და თუ ხედავთ, რომ ბავშვს რაიმე მცირედი მონაცემი მაინც აქვს მუსიკალური, ჩვენ ესეთ ბავშვს ვიღებთ. თუმცა ვისაც ვერ ვიღებთ, ესეც აუხსნით ამას ამ ყველაფერს, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერი არის. უდაოდ ყველა ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ შეიძლება მოსვლის მომენტში ვერ გამოავლინათ თავისი თავი ბავშვმა და ესეთ ბავშვებს მომდენო წელს ისე ვაძლევთ საშუალებას, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენთან და უფრო გაიხსნან და უფრო თამამად წარმოაჩინონ თავიანთი თავი. რაც შეეხება რეპერტუარს, ახსენეთ, რომ ხალხურ სიმღერებს შეასწავლით და ასევე საგალობლებს. ხომ როგორ ხდება რეპერტუარის შერჩევა? რეპერტუარის შერჩევა ხდება მართალი გითხრათ ზოგ შემთხვევაში თვითონ ბავშვებთანაც ვათანხმებ რეპერტუარს, იმიტომ რომ ბავშვებსაც უნდა უხაროდეთ რას ასრულებენ და უნდა მოეწონოთ ბავშვებსაც რას მღერიან. ჩემი გემოვნებითაც რა თქმა უნდა მომაქვს სიმღერები, მაგრამ თუ შევატყე რომ ბავშვებმა ვერ მიიღეს სიმღერა, ამ სიმღერას ვიღებ რეპერტუარიდან და ვანაცვლებ უფრო ძირითადად მოწონთ ცოტა მხიარული სიმღერები, უფრო ესეთი პატრიოტული სიმღერები ძალიან მოწონთ, სადაც ტექსტი არის წამყვანი და საქართველოს შესახებ და ასე შემდეგ. დიახ, ვინაიდან მხოლოდ მელოდია არ არის თავისთავად აქ ტექსტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც თავისთავად უკვე აძლევს საშუალებას ბავშვს რომ გაიზარდოს თავისთავად იმ პატრიოტული სულისკვეთებით, რაც ჩვენ სიმღერებში ასე უხვად არის და მრავლად წარმოჩენილი. კონცერტებს რაც შეეხება, რამდენად ხშირად გიწევთ კონცერტების გამართვა და საომავლო გეგმები რო გითხრათ ამ მიმართულებით, დაგეგმილი გაქვთ თუ არა ღონისძიებები? წლის განმავლობაში ჯერჯერობით, რადგან 2 წლის ანსამბლი ვართ, ხშირი კონცერტები არ აქვს, იმიტომ რომ მოსამზადებლად ჯერჯერობით დიდი დრო გჭირდება. თუმცა წლის განმავლობაში 2-3 კონცერტი მაინც გვაქვს სხვადასხვა ადგილზე. 3 დღის წინ მქონდა კონცერტი, სადაც კარგად გამოვიდნენ ჩვენი ბავშვები. და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა რომ გავააქტიუროთ მუშაობა საეკლესიო გალობის კუთხითაც. ეხლაც ვსწავლობთ საგალობლებს, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა რაოდენობა გვაქვს რეპერტუარში და გვინდა რომ გავზარდოთ საგალობლების რაოდენობა და შემდეგ უკვე რომელიმე ტაძარში ან მონასტერში წავიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა უკვე ღვთისმსახურებაში და შევასრულოთ ქართული ტრადიციული მრავალხმიანი საგალობლები. წარმატებებს გისურვებთ, რა შეგვისრულებთ რომ გითხრათ ბატონო? შევასრულებთ აჭარულ სიმღერებს. პირველი ეს იქნება აკუნის სიმღერა, ესაკვანი ხარატული, რომელსაც გადავაბავთ უკვე აჭარულ განდაგანას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისმენთ დიდი სიამოვნებით და გითხოვთ ეთერს. დაატყვეთ ჩვენი მაყურებელი. Khara tulina, nay nay, nay nay, no, esa guani khara.
ესაკვანი წაბლისაო ნაინი დაინანო ესაკვანი წაბლისაო ნაინი დაინანო შითამწოლი დარბისაო ნაინი დაინანო შითამწოლი დარბისაო ნაინი დაინანო ესაკვანი ბჟოლისაო ნაინი დაინანო ესაკვანი ბჟოლისაო ნაინი დაინანო შითამწოლი ბროლისაო ნაინი დაინანო შითამწოლი ბროლისაო ნაინი დაინანო ნარნინა დაინი დაინანო 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 არაჩვეულებრივი იყო. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ცეკვაცეკვით გვისმენდა და თვალყურს გვადევნებდა. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი განწყობისთვის, რომელიც შემოიტანეს და აახმიანეთ ჩვენი სტუდია. წარმატებებს გისურვებთ.